ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ქართული ოცნება დეზინფორმაციას უწოდებს საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება. მმართველობა პარტიამ ცოტა ხნის წინ განცხადება გავრცელა. ტექსტში წერია: გსურს გამოეხმაუროთ საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოიშვა და ამის მიუხედავად მისი დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილის როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროდან რადიო თავისუფლებამაც გამოითხოვა და ამ თემას 2024 წლის 31 ოქტომბერს სტატიაც მიუძღვნა სათაურით. ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში, რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს მტკიცებას, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ბიძინა ივანიშვილს არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ყოფნის გამო წარმოიშვა, ორგანიზაციას შევახსენებთ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან 2 თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან, თუ კი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არა უმეტეს 2 თვის ვადით. ამავე კანონის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მუხლის თანახმად მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია. კანონში არსებული ზემოაღნიშნული დათქმებიდან გამომდინარე ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სიცრუეს ავრცელებს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა 2024 წლის 25 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე დეპუტატების, მათ შორის ქართული ოცნების სიის პირველი ნომრის ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება ცნო, რომელიც მას ამავე წლის 10 დეკემბერს მისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს. შესაბამისად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მორიგ ჯერზე ცდილობს სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას. ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას 2 მკვიდრის გამოკითხვა. თამას და მალხაზ ლომიძეები უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ გამოძიებას მიეწოდეს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ. ისინი ამბობენ, რომ საგუშაგოს გახსნის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარ სარგებლობს ტყით და მიმდებარე ტერიტორიით. პროკურატურაში გამოძიება გრძელდება საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც 2019 წელს გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდია. გენერალური პროკურატურიდან გვექნება ახლა პირდაპირ ჩართვა ლელა ჯავახიშვილი მოგიყვება დეტალებს. ლელა, გისმენთ. ადგილობრივების გამოკითხვა დღეს თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოწმეები სოფელ წაღვლიდან საგამოძიებო უწყებაში იხსენებდნენ, რა ხდებოდა საოკუპაციო ხაზთან ჩორჩანას საგუშაგოს გახსნამდე და როგორ განვითარდა მოვლენები უკვე შემდგომ. თამას და მალხაზ ლომიძეები იყვებიან, რომ უსაფრთხოების კუთხით მაშინ ადგილზე საგუშაგოს განთავსების საჭიროება არ არსებობდა და ვითარება სწორედ 2019 წლის აგვისტოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიძაბა. ამბობენ, რომ მოსახლეობა რომლითაც მანამდე შეუფერხებლად სარგებლობდნენ, დღეს ვეღარც კი უახლოვდებიან, რადგან ტერიტორიაზე უკვე მე-6 წელია საოკუპაციო ძალების ბლოკპოსტები დგას. კითხვები შეეხებოდა ჩვენთან სოფელში ტყის მასივის მდგომარეობას 2019-მდე და მას შემდეგ. დაახლოებით 400 ჰექტარი ტყის მასივი სარგებლობდა სოფელი ამ ტყის მასივით 2019 წლის შემდეგ, რაც ეს საგუშაგოები ჩაიდგა. სოფელს ლომა აღარ აქვს ფაქტიურად. გზა გაჭრეს, თავით სხვა ახალი გზა და მთლიანად აკონტროლებენ და ასე რომ მოსახლეობას ერთგვარი შიშიც ეუფლება, რომ ტყეში შესვლა, იმიტომ რომ ტყე უკვე, რო ვთქვათ,
გაუვალვითაც არის ეს დღე და რა ვიცი ხა რა ხდება დღეში არავინ დაზღვეული არ არის. დინარე იქით გადის წყნელისია სოფელი და იქ იყვნენ ხოლმე ადრე სანამ ამოიწევდნენ და მე რომ ამოიწიეს უკვე წაღულის სადაც ჩორჩანის შუა ტერიტორიაზე დგანან და ჩვენი მოსახლეობა აღარ ჩადის იქ ეშინიათ დააგავებენ და ეგ არის პრობლემა რამოდენიმე მეტრაში კი რა კილომეტრზე და ისიც დაკარგულია თავისთავად ვერ ჩადიან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს საგამოძიებო უწყებაში უკვე აღარავის ელოდებიან, თუმცა ადგილობრივების პარალელურად წინა დღეებში აქტიურად მიმდინარეობდა თანამდებობის ყოფილი პირების გამოკითხვაც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გიორგი გახარიას საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ ჰქონდა შეთანხმებული არც უსაფრთხოების სამსახურსა და საერთაშორისო მისიებთან. შეგახსენებთ, რომ ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთი ნაწილია რამდენიმე მუხლით დაწყებული გამოძიების, რაც საბოტაჟს და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. მადლობა პროკურატორიდან ლევა ჯავახიშვილი საუბრობდა. დღეს 20 ივნისია 2019 წლის მოვლენებიდან ზუსტად 6 წელი გავიდა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. საქმეზე გადაწყვეტილება 2024 წლის მაისში გამოიტანა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მე შენიშნა არ გამოთქმულა საქართველოს კანონმდებლობასთან, მანიფესტაციებთან და საჭიროების შემთხვევაში პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და ძალა, რადგან მანიფესტაციამ მიიღო ძალადობრივი სახე, თუმცა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა მითითება და შენიშვნა, რამდენად შეეძლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას ოპერაციის დაგეგმვა ისე, რომ ზიანი არ დამდგარიყო, ან ის მინიმალიზებული ყოფილიყო. ნანა გოგოტაძე გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს, ის კურიერს უერთდება. ნანა, გისმენთ. 20 ივნისთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს პასუხებს გამოძიება გასცემს. მმართველ-გუნდში ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უკვე დაწყებულია. ერთის მხრივ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 20 ივნისს მომიტინგეების ქმედებები იყო ძალადობრივი, იყო შტურმი პარლამენტზე, თუმცა მეორეს მხრივ, როგორც ევროპულ სასამართლოს, ასევე სახელისუფლებო გუნდს ახლა ინტერესებს თუ რამდენად სწორად იყო იმდროინდელი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მხრიდან დაშლის ოპერაცია დაგეგმილი და რამდენად იყო შესაძლებელი ზიანის შემცირება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს დროებითი საგამოძიებო კომისია და ამ კონტექსტში პარლამენტში დაბარებული იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, თუმცა მმართველ-გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ კითხვებს სრულფასოვანი პასუხები მაინც არ გასცა. ერთი მხრივ იყო აშკარა, რომ ხდებოდა მომიტინგეთა მხრიდან ძალადობრივი თავდასხმა საქართველოს პარლამენტის სასახლეზე და მცდელობა პარლამენტის სასახლის დაკავების, თუმცა მეორე მხრივ არის მნიშვნელოვანი თუ რა ღონისძიება იქნა გამოყენებული ამ ჭრილში და იყო თუ არა ეს ღონისძიება უკიდურესად აუცილებელი იმ სიტუაციის მართვისთვის, რაც მაშინ იმ დღეს ხდებოდა. ამ მიმართულებით დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ასევე მნიშვნელოვანია, კითხვები აქაც არის აქტუალური. მით უმეტეს იმ მოვლენების შემდგომ, რაც 20 ივნისს მოყვა და იმ ძალადობრივი აქციების ფონზე, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართა, ჩვენ ნახეთ საპოლიციო აბსოლუტურად სხვა ფორმით საპოლიციო ღონისძიებები. კითხვები აქვს ოპოზიციასაც. ხელისუფლების ოპონენტები 20 ივნისთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებენ და ამბობენ, რომ ზიანის შემცირება იყო შესაძლებელი, ვინაიდან მათი მტკიცებით აქციაზე მყოფი ადამიანები დიალოგისთვის იყვნენ მზად. პარალელურად ოპოზიციაში ამბობენ, რომ აუცილებელია ხელახალი გამოძიების ჩატარება, თუმცა განსხვავებულ პოლიტიკურ რეალობასა და განსხვავებულ პოლიტიკურ მოცემულობაში. რაც შეეხება თავად ყოფილი პრემიერის გუნდს, იქ ამტკიცებენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სახელმწიფოს იცავდა. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო შტურმი და დაადასტურა, რომ ამ შტურმის მოგერიება და სახელმწიფო ინსტიტუტის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დაცვა იყო აუცილებელი, მათ შორის პროპორციული ღონისძიება, რომელიც უნდა გაეტარებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს. პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, ისაუბრეთ პირველ რიგში ნაცების და ქოცების პასუხისმგებლობას. გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის იყო ვალდებული დაეცვა სახელმწიფო ინსტიტუტის
რა თქმა უნდა, ხალხთან ლაპარაკი შეიძლება და რა თქმა უნდა, დიალოგი შეიძლება და ჩვენ ამისთვის ვიყავით განწყობილი. ზემდგომი პირების, მათ შორის უმრავლესობის ლიდერების გადაწყვეტილებით, როგორც ვიცი, და იცით ვინც იყო მაშინ ხელმძღვანელობა, გადაწყდა რომ თვალები დაეთხარა დათვის ტყვეებით ხალხისთვის. 6 წელი გავიდა 20 ივნისის შემდეგ და ეს უმძიმესი დანაშაული საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების წინაშე ჯერ კიდევ გამოუძიებელია. სამწუხაროდ არავის, მათ შორის იმ პირებს, ვინც ოპოზიციაში გადავიდნენ, დღემდე არ უსაუბრია დღიად და გულწრფელად ვინ გასაბრძანება, რა ტიპის დანაშაულებრივი შეცდომები იქნა დაშვებული. ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში გიორგი გახარიას ქმედებებს და პარალელს ავლებენ რამდენიმე თვის წინ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებსა და 6 წლის წინ მიმდინარე მოვლენებს შორის ამბობენ, რომ ორივე შემთხვევაში მომიტინგეების ინტერესები და ბრძოლის სტრატეგია იყო ერთი და იმავე, თუმცა განსხვავებული იყო პოლიციელების პასუხი. ჩვენ რაც ვიხილეთ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, აქ იყო ბევრი კითხვაც და ბევრი პასუხიც, მაგრამ ალბათ მთავარი საპირწონე ეს უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და ასე შემდეგ. ოღონდ ამავე დროს ამავე სასამართლომ დასვა კითხვები მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რამდენად პროპორციულად იყო გამოყენებული ესა თუ ის ძალა და რაც მთავარია, შეიძლებოდა თუ არა ამ ძალის თავიდან არიდება. ამიტომ ამ კითხვებსაც რა თქმა უნდა ჭირდება პასუხები. 20 ივნისთან დაკავშირებით მართალია ჩვენ მქონდა კითხვები კომისიაზე და პასუხები იყო არადამაკმაყოფილებელი გახარიას მხრიდან, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად სამწუხაროდ. ისეთი ნაბიჯები იყო გადადგმული 20 ივნისს, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამებოდა საქართველოს ინტერესებს. ბევრი რამე იყო იქ, პოლიცია რატო იყო მაგალითად ჭიშკრის გარეთ პირდაპირ რადიკალური აქციის მონაწილეებთან და არა ჭიშკრის შიგნით და ბევრი ფაქტები, ვინ გასაბრძანება დღემდე გახარიამას არ ამბობს. თავიდან ამბობდა, რომ მე ვიღებ ჩემ თავზე ყველაფერსო. და მე კომისიაზე უარყო არც მე და არც შემოადგენლებს არ გაგვიცი ეს ბრძანებაო. ანუ პრაქტიკულად გამოვიდა, რომ პოლიციელებს შეაწმინდა ხელი. ასე რომ ამ კითხვებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა პასუხები არის საჭირო. სტრასბურგის სასამართლო 20 ივნისთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ვიცით, რომ 6 წლის წინ საპროტესტო ტალღა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მას შემდგომ, რაც საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის კავი დაიკავა რუსმა დეპუტატმა. სწორედ ამის შემდგომ შეიკრიბნენ დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე დღეს იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. პაატა სალიას განცხადებით გამოძიება დაადგეს, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული, რასაც კითხვები თბილისშიც არსებობს. სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთნიშნულოვნად ფაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და შესაბამისად პოლიციის წარმომადგენლებზე. თუმცა რაც შეეხება უშუალოდ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, ამაში გარკვეულწილად ჩვენც ვეთანხმებით და საუბარი არის სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალა, როდესაც ხდება თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე, სხვა სახელმწიფო შენობებზე, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და სწორად გამოყენებული. აქედან გამომდინარე გარკვეულწილად ჩვენს გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად გამოძიება ნათელს ყოფნის იმას, თუ რა იყო ის მიზეზები, იყო თუ არა პროპორციულად ძალა გამოყენებული, ხო არ ქონდა გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ძალის გამოყენებას და ასე შემდეგ. ირაკლი კობახიძე შეერთებულ შტატებსა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. ამერიკაში ელჩად თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი, ევროპის საბჭოში კი ხატია წილოსანი დაინიშნა. ტარობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა დიპლომატებს მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შემოსავლების წყაროების და საქმიანობის დამალულის მცდელობა დაფასებს მმართველი გუნდი ბაია პატარაიას განცხადებას, რომ ორგანიზაცია საფარის არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასამალი ბევრი აქვთ, რადგან მათი დაფინანსება არასწორად იხარჯებოდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ეს არქივის განადგურება და ამისთვის არც სისხლის სამართლის დანაშაულს ერიდებიან. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. ქეთი ზანთარაია გაგვაცნობს მხარეების პოზიციებს, ის კურიერს უერთდება. ქეთი ეთერში ხარ. არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესდით რა პოზიცია აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი დეტალებს არ იცნობენ ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ზოგადად მიაჩნიათ, რომ თუ საფარის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციის არქივის დიდი ნაწილის განადგურებასთან დაკავშირებით, ეს უკავშირდება ერთადერთ მიზანს ოპოზიციის შეფასებით, ეს არის რომ ბაია პატარაიამ დაიცვა საკუთარი ბენეფიციარები და მათი პერსონალური მონაცემები არ გადავიდეს ანტიკორუფციული ბიუროს შესწავლის მიზნით. დიდი ეჭვი მეპარება, რომ ეს კეთილსინდისიერად დამუშავებისთვის ჭირდებოდეს ბატონ რაჟდენ კუპრაშოს. ზუსტად ზეწოლისთვის ჭირდება ამ სხვადასხვა სახის მონაცემების ამოღება და ხა მე ნამდვილად ვერ შევა იმ დეტალების განხილვაში საფარი რა სახის მონაცემებს ამუშავებს და რასთან დაკავშირებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს განსაკუთრებით სენსიტიურია, ეს არ არის რაღაცა ისეთი NGO, რომელიც ადამიანის უფლებების მიღმა სხვა რაღაცაზე მუშაობს. სწორედაც რომ პერსონალურ ინფორმაციას ოცნება იყენებს სრულიად სხვა მიზნებით. და არ მგონია აქ რამე დასამალი კონდეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციას. უბრალოდ პერსონალური ინფორმაციის დაცვა არის მათი ვალდებულება და როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მათ მიიღეს ამ არქივის განადგურების გადაწყვეტილება. ეს არგუმენტი მიუღებელი არის მმართველი პარტიისთვის. სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პერსონალური მონაცემები არის დაცული და ამის ვალდებულება აქვს ანტიკორუფციულ ბიუროსაც. შესაბამისად ამ არგუმენტს ისინი არ იღებენ. დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლის დანაშაულს. ორგანიზაცია, როცა დოკუმენტაციას არქივს ანადგურებს ან მალავს, ეს იმას ნიშნავს, რომ შავი ფული აქვს მიღებული კონკრეტული გეგმის განსახორციელებლად. არა იმ გეგმის განსახორციელებლად, რასაც ქვია ქალთა უფლებების დაცვა. აქ შეიძლება რადიკალურიც იყო, ხისტიც იყო, ნორმალურია დემოკრატიულ პროცესებში, ეს ჩვეულებრივი ამბავია. დაიცვა ქალი, დაიცვა ბავშვი, სხვა ჯგუფები, რომელზეც შეიძლება რაღაცა უკანონობა ხორციელდება. ეს მათი ვალია და მიზანია, მაგრამ როდესაც არქივს ანადგურებ და არ რეგისტრირდები და გამჭვირვალეობაზე ვარსამობს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა სწორედ ის ამოცანაა, რომელიც სწორედ ეხლა გამოაშკარავა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ. პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მოტანა. ეს რადიკალური ჯგუფები, მათ შორის ის პირები, ვინც სამხელქო ორგანიზაციის საფარს ქვეშ იყვნენ, ასე ვთქვათ, ახორციელებდნენ თავის რადიკალურ პოლიტიკურ საქმიანობას, დღეს მათ ისინი ვალდებულნი არიან პასუხი გაცემ შესაბამის საკანონმდებლო სივრცეში იქ არსებულ ცვლილებებს და მოთხოვნებს, რომელიც სათანადო ორგანოებს გააჩნიათ მათ მიმართ. ერთადერთი ხა რაზეც შეიძლება ამან ჩვენ მიგვიყანოს დასკვნამდე არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, იქ იყო ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან, თავსებადი არ იყო სახელმწიფოში მოქმედ საკანონმდებლო სივრცეებთან და ამიტომაც მოხდა მისი განადგურება. იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ისმის ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ბაია პატარაიას ჯერჯერობით პასუხი არ გაუწია. მადლობა ქეთი ზანთარაია საუბრობდა პოლიტიკური შეფასებებით კურიერის პირდაპირ ეთერში. ბაია პატარაიამ ორგანიზაცია საფარის არქივის დიდი ნაწილის განადგურების მოტივად ბენეფიციარების პირადი მონაცემების დაცვა დაასახელა. პატარაიამ ამის შესახებ განცხადება 2 დღის წინ ბრიფინგზე გააკეთა. პასუხად მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცემა, კონფიდენციალურია. უმრავლესობა სავარაუდო დანაშაულზე საუბრობს, რაც მათი შეფასებით კითხვებს აჩენს. საფარის არქივის უდიდესი ნაწილი განადგურებულია უკვე სწორედ იმ მიზნით, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს ძალიან გრძნობიარე და სენსიტიური ინფორმაცია. თუ ჩვენ არ მოგვეცემა საშუალება, რომ გავაგრძელოთ მუშაობა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჩვენ მოვძებნით სხვა ზომებს
ჩვენ არ დავტოვებთ არავის მარტო და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქალების და ბავშვების უფლებები ბოლომდე იყოს დაცული ამ ქვეყანაში. ის რომ აი სავარაუდო დანაშაულთანაც კი შეიძლება გქონდეს საქმე, როდესაც ამ ინფორმაციის განადგურებაზე არის საუბარი, როდესაც აი ასეთ ქმედებაზე მიდიხარ სრულიად გაუგებარი არგუმენტებით, ეს რა თქმა უნდა ბევრ კითხვას აჩენს საზოგადოებაში. მათ ახსნეს ეს ფაქტი თითქოს იმით, რომ ცდილობდნენ კონკრეტული პირების პერსონალური ინფორმაციის დაცვას, რაც ანუ სრულიად ეს თქვა უსაფუძვლო არგუმენტია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მიიღებს, ეს ინფორმაცია არის რა თქმა უნდა კონფიდენციალური და პირიქით კანონით ვალდებულება გააჩნია ესე ვთქვათ სახელმწიფო უწყებას რომ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებდეს. ამიტომ რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში პერსონალური ინფორმაციები არის სრულიად დაცული, მაგრამ როდესაც მიუხედავად ამისა ესეთი არგუმენტით ამბობ რომ განადგურდა იქ გარკვეული ინფორმაცია, ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს აჩენს, რომ ნუ რაღაც დასამალი იყო როგორც ჩანს იმ ორგანიზაციის შიგნით, არადა საუბარი არის რაზე, რომ ანტიკორუფციული ბიურო სჭირდება ინფორმაცია მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვინ აფინანსებს ამ თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას და შემდგომ ეს ორგანიზაცია ვის უხდის ამ თანხებს. ნიკამელიას ახალი ბრალი წარუდგინეს პროკურატურის ინფორმაციით საუბარია 30 მაისს სასამართლოს დარბაზში მომხდარ ფაქტზე, როდესაც მელია მოსამართლე ირაკლი შოანგირაძეს წყალი შეასხა. დარბაზიდან გაძევების შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მელიას ბრალი წაუყენეს 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით. მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატი პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე საუბრობს. მისი პოზიციაა, რომ ყველაფერი ეს უნდა განეხილებოდეს ერთ ჯაჭვში ნიკამელიას უკანონო გატაცების საქმესთან დაკავშირებით. დღემდე არც ოქმები გასაჯაროებულა, არც მტკიცებულები გადმოგცემია და არც გატაცებული ვიდეო რეგისტრატორები დაგბრუნებია დაცვის ხარეს. ნიკასთვის ეს მოსამართლე არის აი ამ უკანონო ჯაჭვის მონაწილე. იგი მას არ აღიქვამს მოსამართლედ და ეს იყო მისი მხრიდან ერთგვარი პროტესტის ფორმა, რაც განხორციელდა სასამართლო პროცესზე. რა თქმა უნდა, იგი არ ცნობს თავს დამნაშავედ. მართლ გუნდში ამბობენ, რომ სახელმწიფო შეურაცხყოფა დანაშაულია, კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია. მათივე შეფასებით ბოლო პერიოდში მოსამართლის, პოლიციელის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების შეურაცხყოფა ხშირად ხდება, რაც ერთი გეგმის ნაწილია და რაც დაუშვებელია. ანალიზი, რომელსაც აკეთებენ არა მარტო პოლიტიკოსები, ექსპერტები, შესაბამისი სტრუქტურები გვიჩვენებს, რომ ამას გეგმაზომიერი ხასიათი აქვს. მოსამართლის შეურაცხყოფა, მანდატური შეურაცხყოფა, პოლიციელის შეურაცხყოფა, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე თავდასხმები, ფსიქოლოგიური ტერორი, ეს უნდა განხილული იქნეს ყველაფერი ერთ კონტექსტში, რომელიც ემსახურება ერთ მთავარ თემას, რომ შეიქმნას ატმოსფერო, რომ საქართველოში სახელმწიფოში განუკითხაობა და ყველაფერი დაშვებულია. ეს კონკრეტულ გეგმას ემსახურება. ნიკამელიას არაერთხელ გადაუგდია სამაჯური სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეხლაც იგივე გააკეთა, ეგონა რომ რაღაც გაუვიდოდა, მაგრამ არავის არაფერი აღარ გაუვა. ყველა მიიღებს დამსახურებულად იმ სასჯელს, რასაც დაიმსახურებს. ასე ხდება ამერიკაში, ასე ხდება ევროპის ქვეყნებში და ჩვენ მივდივართ ევროპისკენ წინ და ამერიკასთან გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და თუ ამერიკაში პრეზიდენტთან დაწყებული, შერიფით დამთავრებული, სიკვდილით დაждი დემუქრება იმ ადამიანს, ვინც პოლიციაზე ხელს აღმართავს და სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, ჩვენ სიკვდილის დაждით არ ვემუქრებით, იმიტომ რომ არ არის ასეთი სასჯელი საქართველოში, ჩვენ ვამბობთ, რომ კანონმდებლობა იმოქმედებს. კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით ვამბობთ, რომ კანონმდებლობით ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა ინფორმაციას უწყება აღწევებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრალდება არის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმა საჯარო მოსამსახურეზე. გამოძიების ინფორმაციით 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატორის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლებიც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ეხება. ქართული ოცნების ინიციატივის განხილვა პარლამენტში დღეიდან დაიწყო. ცვლილებები 5 კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტის სანახმა დანაშაულის შედეგად დაზარალებულს ქონებრივი ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. დაზარალებული ზიანს აინაზღაურებს როგორც დანაშაულის ჩამდენისგან, ასევე მისი ახლო ნათესავებისგან ან დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონებით. შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, ასევე დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც.
თემაზე მირიან გორგოძე განაგზობს მუშაობას, ის კურიერის პირდაპირ ეთერშია. მირიან, გისმენთ. ხსიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ის არის ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელსაც გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ინერგება ახალი მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს აძლევს შესაძლებლობას, რომ ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ასევე ამ პირის ახლო ნათესავისგან ან დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში და ამავე დროს აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესაძლებლობაც ბუნებრივია საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რამდენად მძიმე არის დანაშაული შესაბამისად ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 6, 12 და 16 წლით განისაზღვრება საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის ვადის აკრძალვა. იმისათვის რომ გაიზარდოს ეფექტიანობა, მნიშვნელოვანია რომ სისხლის სამართლის საპროცესო სისხლის სამართლის კოდექსის ამავდროულად თამდები ცვლილებების ერთობლიობაში მოხდეს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც ერთი მხრივ მოახდენს შემდგომი დანაშაულების ჩადენის პრევენციას, ხოლო მეორე მხრივ ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი საშუალება იქნება, უზრუნველყოფის ღონისძიებები იქნება გათვალისწინებული. ახლა გვაქვს ესეთი მოცემულობა სამწუხაროდ, რომ დამნაშავეები ფიქრობენ, რომ მოიხდიან კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა თუ სხვა სასჯელის, შემდეგ გამოვლენ, დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას და ის მიყენებული ზიანის შედეგად აღებული თანხები, რომ დანაშაულებრივი გზით მიღებულ ქონებას მოიხმარენ თავიანთი შეხედულებისამებრ და საერთოდ არ დაგიდებენ ადამიანების უფლებას. შემოთავაზებული ცვლილებების სულისკვეთებაა, რომ ადამიანებმა სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ცხოვრება არ აწყო. გამოწვევებზე რეაგირება არის ჩვენი ვალდებულება და სწორედ ამ ჭრილში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. სამწუხაროდ თქვენს აღნიშნეთ და გვაქვს ესეთი შემთხვევები, როდესაც წინასწარ განზრახვით ხდება გარკვეული პირების დაზარალება, ქონების მითვისება, სხვა ტიპის დანაშაული და შემდეგ დამნაშავეებს ურჩევნიათ ან სასჯელი მოიხადონ ვიდრე ანაზღაურონ, ხდება ისე რომ ამ ქონების გადამალვა ხდება ხოლმე და შესაბამისად ამ დროს როგორც სახელმწიფოს ასევე დაზარალებულის მთავარი მიზანი რა თქმა უნდა მისი დარღვეული უფლებების სწრაფი აღდგენა არის და ამიტომ აი ამ ჭრილში უნდა უყურებდეს სახელმწიფოს ამ პროცესებს და სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს ინიციატივა პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კანონმდებლებმა პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირეს. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა უკვე გაგრძელდება პლენარული ესხდომის ფორმატში მომდევნო კვირას საკანონმდებლო ორგანოში. მადლობა მირიან გორგოძე გორჩებოდა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. პარლამენტის 4 კომიტეტმა კი დღეს ბათუმში გასვლითი სხდომა გამართა. განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი და ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში. იმსჯელეს ახალ კანონებზე და ინიციატივებზე. დეტალებს უკვე სიმონ შანავა გვიყვება, რომელიც ბათუმიდან გვერდება. გისმენთ სიმონ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში დღეს საპროცედურო კომიტეტის სხდომა, გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ისაუბრა პარლამენტის რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო მეტად გაზრდის საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობას, ასევე დღეს, როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2025 წლის 1 ივლისიდან მოქმედება და მათიკაშვილის თქმით ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს საპარლამენტო საქმიანობა. ჩვენს კოლეგებს, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოდან პროფილური კომიტეტის წევრებს გავაცანით ის ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შევიდა და შედის სალაში უკვე 1
ივლისიდან. მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ეს ცვლილებები ეხება საკმაოდ ბევრ მიმართულებას, იმ მიმართულებებს, რომლებიც პრაქტიკიდან გამომდინარე, გამოწვევებიდან გამომდინარე, იქნა სწორედ ახლებურად დარეგულირებული. 2 წლის განმავლობაში იმუშავა შესაბამისმა კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ის ცვლილებები, რომელიც აისახა რეგლამენტში, მეტად უფრო ეფექტურს გახდის საპარლამენტო საქმიანობას. საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ასევე ბათუმის საკრებულოში გაიმართა 3 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც დეპუტატებმა მოუსმინეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, რომელმაც ისაუბრა გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ასევე მთავარი თემა იყო ასოცირების ხელშეკრულება და სამინისტროს მიერ ვალდებულების შესრულება, ასევე დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომელსაც გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილში პერიოდულად ატარებს ხოლმე სხვადასხვა სამინისტროს მოსმენას, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში და ჩვენ პერიოდულად გავდივართ ხოლმე სწორედ იმ ადგილებში, სადაც უშუალოდ ხდება ამ კანონმდებლობის აღსრულება. ჩვენი მთავარი ფოკუსი და სამიზნეც არის სწორედ მსგავსი საკითხები, რათა პარლამენტმა შემდგომ საკანონმდებლო საქმიანობაში გაითვალისწინოს და მაქსიმალურად მოახერხოთ ის, რომ როგორც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები სრულად სრულყოფილად შესრულდეს, ასევე რაც მთავარია ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს ბევრად უსაფრთხო ჯანსაღი გარემო ცხოვრებისა და გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების აღსრულების კომპონენტზე. მოგეხსენებათ ერთია რეგულაციების შემუშავება, რომელთა დაახლოებით 70% უკვე შემუშავებულია გარემოს სტატუსის მიმართულებით, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსების ინვესტიცია იმისთვის, რომ აი ეს ძალიან რთული და გამოწვევით სავსე რეგულაციები, რომლებიც მუშაობს ევროკავშირში, აღსრულდეს საქართველოში. ამ ყველაფრის მთავარი მიზანი არის, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ და რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული. შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში გვაქვს. ხაზგასმით აღინიშნა პარლამენტის მხრიდან ის პროგრესი, რაც სამინისტროს აქვს ორივე მიმართულებით, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით და დადებითად შეფასდა ის საქმიანობა, რასაც სამინისტრო ახორციელებს ახალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრების ნაწილში. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარლამენტის 4 კომიტეტმა გასვლითი სხდომა გამართა. მადლობა ბათუმიდან სიმონ შადავა საუბრობდა. სახელმა ირანზე ავიაიერიშები მიიტანა. სამიზნე გახდა ათობით სამხედრო და ბირთვული კვლევის ობიექტი. დარტყმა განახორციელა ირანმაც. ქალაქ ბერშევაში ბალისტიკური რაკეტა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ჩამოვარდა, დაშავდა 6 ადამიანი. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან ვაშინგტონში. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ტრამპი მომდევნო 2 კვირაში გადაწყვეტს ჩაერთვება თუ არა ამერიკა სამხედრო დაპირისპირებაში. ჩვენი მთავარი მიზანია ბირთვული პროგრამის შეჩერება და მისი როგორც საფრთხის აღმოფხვრა. მეორე მიზანია ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარების შეჩერება, ასევე მისი როგორც საფრთხის აღმოფხვრა. ამ პროცესში ცხადია, რომ რეჟიმი დესტაბილიზაციას განიცდის. უდევთ მთავრობასთან დაკავშირებულ სამიზნეებსა და ძალაუფლების ცენტრებს. ეს ნახეთ მაუწყებლობის ცენტრის შემთხვევაში და კიდევ ბევრი რამ გველოდება წინ. თუმცა რეჟიმის შეცვლის საკითხი პირველ რიგში ირანელ ხალხზეა დამოკიდებული. შეიძლება იყოს შედეგი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ოპერაციის აშკარა მიზანი. სურს თუ არა ომში მონაწილეობა, ეს ტრამპის გადასაწყვეტია. ის გააკეთებს იმას, რაც საუკეთესოა შეერთებული შტატებისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც საუკეთესოა ისრაელისთვის. შეერთებულ შტატებში დასაშვებად მიიჩნევენ ირანში ფორდოს ურანის გამდიდრების ქარხანაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმის შესაძლებლობას. ინფორმაციას თეთრი სახლის თანამდებობის პირზე დაყნობით Fox News-ის კორესპონდენტი ჯეკი ჰენდრიქსი ავრცელებს. წყარო იმასაც ამბობს, რომ ამერიკელი სამხედროები დარწმუნებულები არიან ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბების ეფექტურობაშიც, რომლებსაც ირანის ბირთვული ქარხნის განადგურება შეუძლია. მსხვერპლი მოხდა ოკუპანტების თავდასხმას ოდესაზე დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 14. რუსულმა ძალებმა ქალაქის 10 სხვადასხვა რაიონს დრონებით დაარტყეს. ხანძარია მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, ევაკუირებულია 600-მდე ადამიანი. ცნობილი გახდა, რომ 17 ივნისს კიევში რუსეთის თავდასხმას ამერიკის მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაცია New York Times-მა გაავრცელა. 62 წლის ფერედ გრენდი უკრაინაში მუხალისედ მუშაობდა.
ის იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებათ 6 საათამდე თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2 წერტილი.